ბატონებო და ბატონებო, დღეს წინაშეა ილო ბეროშვილის შოუ. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ზვია ძიძიგური, კახა კინწურაშვილი და არამწვანე ტასო ბარნოვა. ივესალმოთ ილო ბეროშვილი. რა გიხარიათ რა? არეულობა ქართულ ოცნებაში. არეულობა თოფაძე და ტყემალაძე ებრძვიან რესპუბლიკელებს. რასაც შეიძლება კოალიციის დაშლაც კი მოხვეს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფრის მოგვარება შეუძლია, ეს არის ბატონი ბიძინა. მაგრამ რა ქნა სამკაცმა გამაგებინეთ ვერ გავიგე. ასლოვან ტყემლის ხერს მიხედავს თუ ასლოვან ტყემალაძე თოფაძეს. რამდენად გაიხლიჩოს ვერ გავიგე. ხოთა შორის გოგი თოფაძემ ამ კვირაში გააკეთა ასეთი განცხადება. თუ ამერიკა ჭკვიანად არ მოიქცევა, ჯერ ნატოდან გავაგდებთ და მე ამერიკას იქით დავიპყრობთ კიდეო. ეხლა ცოტა გადავაჭერბე მე. ასე არ უთქვავს. მაგრამ ისეთ რაღაცებს ამბობს ეს კაცი, რომ მე თქვა, ამერიკას დავიპყრობთ, ხომ დაიჯერებთ. მისგან არაფერი აღარ არის გამორიცხული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით 2020 წელს ავტობანის მშენებლობა მთლიანად დასრულდება. აი, აქ უნდა გიხაროთ. ისე წარმომიდგენი ხარ რა მაგარი იქნება, ბათუმიდან თბილისამდე მოდიხარ, აი ეს სისინით როგორც იტყვიან, აი ნაზაც ნარად მშვიდად. სამაგიეროდ თბილისის შემოსასვლელთან თვითონ თბილისში სხვათა შორის რომ შემოხვალ რუსთაველი როგორ ლამაზია და ვარაზის ხევზე ადრე როგორ იყო? ადრე მოდიოდი ჩვეულებრივად, მე ვარაზის ხევზე და მე ერთი სული ქონდა, როდის მოვიდა და ჩვეულებრივი გზა წყნარად გააქცევდი. ახლა მანამდე იქნება ვარაზის ხევთან ცოტა შენელდება და მე კვირიკაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ამიერიდან სამინისტროების სახელმწიფო ჯიპებით აღარ ივლიან და მათ მარშრუტკებით ჩაანაცვლებსო. დავიწყოთ იქიდან, რომ მე გამიკვირდა, რომ სახელმწიფოს ყავს ჯიპები. ყველა სახელმწიფოს არ ყავს ჯიპები. ყველას არ აქვს ამის საშუალება. მე მიხარია ეს, ძალიან კარგი იდეა და ძალიან კარგი თუ ჩვენი მინისტრები ჩამოვლენ ჯიპებიდან. იმიტომ რომ იმ სიმაღლეზე არ ჩანს ხალხის პრობლემები. არ ჩანს. თან მარშრუტკებით ჩანაცვლება, ხო? არის მშვენიერი იდეა. ეხლა წარმოვიდგინეთ, მარშრუტკის მძღოლი დგას და ყვირის. ორი მინისტრის და გავიდა მარშრუტკა, გავიდა. მალე გავალთ, კაცო, მოვკვდით, ჩავიხუტეთ ამ. ჩაჯდება ძმა ორი მინისტრის და წავიდეთ, აბა სარაელე კი არ წავალ ხა. აი ეგეთი სიტუაცია იქნება დაახლოებით. ან მარშრუტკას რომ აწერია ხოლმე, ხო გინახავთ? რომ მოდის ხოლმე მარშრუტკა და აწერია ბავშვები. აქ ეწერება მინისტრები. და წარმომიდგენია, რომ ხადური დგას, მოდის მარშრუტკა, რომელსაც აწერია მინისტრები და აჩერებს ესე და ეუბნება, რომ ფეხზე დავდგები, ფეხზე. ძღოლს. ძღოლი ვინ არის, ალბათ მიხვდით, ხო უკვე? და მძღოლი არ უჩერებს მას და მიდის. მიხეილ სააკაშვილი სულ გამოგოგი თოფაძევდა. მან განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს არავის არაფერს არ თმევდნენ. მართალია ეს კაცი. მიშას მმართველობის დროს ბიზნესმენები აქეთ იხვეწებოდნენ. ბიჭო, წაიღეთ ეს ბიზნესი, აღარ მინდა გთხოვთ, წაიღეთ, ყველაფერს მოგცემთ. არ მინდა გაკოტრება, მინდა რით ვერ გაიგეთო. ოღონდ აი ეს ცხელი რაღაცა გაწიეთ აქედან. აი ეს ხალხიც უარს ვერ ეუნებოდა და იღებდნენ ამ ბიზნესს. რაში ჭირდებოდათ, მაგრამ კაცი რო გთხოვს, მიდი და უარი უთხარი. და ბოლოს დავამთავრებ სასიხარულო ინფორმაციით, როგორც იქნა. ხაშურში ინოვაციის ცენტრი შენდება.
მე თუ მკითხავ ამას კომენტარი არ გვიდება, ის რაც ასაცილოა. მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიტყვი. რაც არ უნდა აშენდეს ხაშურში, ინოვაციაც ის იქნება და ცენტრიც. დამერწმუნე თამაში. მე მგონი ჩვენი მთავრობა მართლა ოცნებობს რა და ფანტასტიკურ პროექტებს გეგმავს. ეხლა ნახეთ. ხაშურში ინოვაციის ცენტრი. ქუთაისში პორტი. ურეკში 10,000 კაციანი საკონცერტო დარბაზი. მოკლედ, ეს ფანტასტიკური პროექტები მართლა თუ განხორციელდა, გინ დაიჯერეთ და გინდა რა, ამ მთავრობამ მერე აღარ გამიკვირდება თუ გზებიც გააკეთათ. შეიძლება ჯერ თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს არის შეუძლებელი, მაგრამ შეიძლება ასეც კი მოხდეს. მე წარმომიდგენია მაგალითად რომ გადაიღებენ ფილმს და ესე იქნება რომ თბილისი ცენტრ გრუზია. და შემდეგ იქნება ასეთი გახმოვნება რომ один из роботов Optimus хотел воевать с другими роботами. Его называют сильнейшим роботом Дато Порчхидзе. И он никогда не умирает. Но потом трансформер Оптимус сказал, я не буду с ним воевать, потому что если превращусь машиной, здесь будет очень ходить. ვერც გამტყუნებ შენ ხარ შევინდატონი ვერც ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ჩვეულებრივი ბენდი არა ჩვეულებრივი და ფანტასტიკური დათო პორჭხიძის ხელმძღვანელობით ესე ჯერ არ წარმოგიდგენია გრძელდება დაგნარი მართულ კოალიციაში და რომელი დაპირისპირება გინახავთ შაირის გარეშე? მაშასე თინა ხიდაშელის და გოგი თოფაძის ერთობლივად შეკვეთილი სიმღერა. ხმასრად არიღებ ოცნება კოალიციაში ნაო საგარეჯოში არჩევნებს რომ აყალბებ და თინაო რომ აყალბებ და თინაო რომ აყალბებ და თინაო ვის რა შირდები გოგია დროაც ახვიდეთ სახლშია შენ სტალინზე იღოცე და ჩვენ შევალთ ევროპაშია ჩვენ შევალთ ევროპაშია ჩვენ შევალთ ევროპაშია თვალი მიჭირავს შენზე და როგორც სტალინს ჰიტლერზე და ინტელექტით რომ ტრაბახობთ ფული მეტი მაქვს თქვენზე და ფული მეტი მაქვს თქვენზე და ფული მეტი მაქვს თქვენზე და ამ კერში ორი ბომბიდებს ეფადინი და ერგედე ორივეს გამოვიყენებ და თუ იბჟუდურებ ზედმეტებს თუ იბჟუდურებ ზედმეტებს თუ იბჟუდურებ ზედმეტებს ბიზნეს ფულით გაწეხით ღარივე მომშიერებო თქვენ მასონების ლეკვებო სოროსის ნაშიერებო სოროსის ნაშიერებო სოროსის ნაშიერებო სოლოვაკელმა ბერძე კაცმა საჯანდაბაში მიგაგნო შერის გამლოთებელო და პოლიტიკურო ნიანგო პოლიტიკურო ნიანგო პოლიტიკურო ნიანგო მე და ირისთვის გაქედით რისთვის დახაგედანაო თუ არ გეწყნედით ორივე აუდეთ აქედანაო ორივე აუდეთ აქედანაო ორივე აუდეთ აქედანაო
ჩვენი შოუს სტუმარია ადამიანი, რომელიც დაიბადა სამტრედიაში, მაჟორიტარი დეპუტატია რუსთავის და მუშაობს ქუთაისში. სწორედ, ჯერ არა, სწორედ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ჩემს შოუში სტუმრად შემოვიდეს ზვია ძიძიგური. Looking over the shoulder, 'cause it was up to me, I would make it right. ამა ვიგძნო, ესე იგი, მე რო შემოვიდი. ამა ვიგძნო ხო, ეგეთი ინტუიცია მაგ განვითარებ. ესე ზურგის ტვინი გაქვს კარგად განვითარებული. ზურგის არა მარტო ზურგის, სხვა ორგანოების ტვინიც ძალიან კარგად მაქვს განვითარებული. რასაც ვერ ვიტყოდი ზოგიერთ პარლამენტარზე. მართლა? დიახ. მაგალითად, ნუ არ ვიცი ახლა რა ხდება, მე მანდ ვერაფერი ვერ გავიგე. როგორც ამბობენ ხალხში, ისეთი ამბები ხდებაო, დედა თოფაძეს არა იყვანს ხელში. აი? დედა თოფაძეს არა იყვანს. გაგიგეთ ეგეთი რამე. ვერ ხდები ეგეთი რა არის, რა გაქვთ ასეთი გასაყოფი, მაგრამ მე რა მაინტერესებს? აი თქვენ პირადად. ხიდაშელისკენ ხარ თუ თოფაძისკენ? ილო ძალიან რთული კითხვა დამისვი ახლა. რატო იცი? თოფაძეს აქვს მილიტარისტული გვარი თუ დააკვირდები. ეგ მართლა. ხიდაშელს ყავს მილიტარისტული სტრუქტურა. ამიტომ ეხლა მიდი და დაიკავე რომელივე ხარ. როგორი ამბავია? აი ჭკვიანი კაცი, ჭკვიანი ადამიანი. თქვენც იგივეც გირჩევთ ნებისმიერს. დაფიქრით ამაზე. როგორი საინტერესო რაღაც მითხარით ახლა მე ერთ რამეზე ვფიქრობ კიდე. ახლა თქვენ არის ჭკვიანი კაცი. მე ვთვლი რომ 2016 წლის პარლამენტში უნდა შევიდეს აუცილებლად დააპირებთ ამას. რა კი მაძალებ რა ვქნა. აუცილებლად ჩემი ხათრით ზვიად. ჩემი ხათრით. რა კი მაძალებ რა უნდა ვქნა. ხო, აბა ახლა თქვენ პარლამენტარები დიდი ხანია თქვენინებით აღარ მოქმედებით რა უკვე ხო? ხან ჩემი ხათრით, ხან დავალებით ვიღაცის ხათრით. ხათრი მთავარი მამოძრავებული. რა თქმა უნდა, ხათრი მთავარი ხათრს კიდე დაუბრუნდებით და კიდე ერთ რამეს, მაგრამ ერთი რამე მე ბატონო ზვიად ვთვლი რომ თქვენ სანერვიულო არაფერი არ გაქვთ. რა ხათრი ვინ უნდა გაითვალისწინოთ? არაფერი არ გემუქრებათ. თქვენ შეხვალთ კი არა, იქიდან თქვენ არავინ არ გამოგიშვებთ. ისეთი გვარის პატრონი ხართ ბატონო ზვია. ვინ? თქვენი გვარის დაბოლოება. აი ნახეთ, როგორია? ური. ხო. ეხლა დაფიქრდით. მინისტრობიდან ამდენი ხანია ვერ გადააყენეს ვინ? ხადური. არც მეჭია ურის ემუქრება პარლამენტის დატოვება. ეხლა დარწმუნებული ვარ ვიღაცები გადაიკეთებენ იქ გვარს ეგრევე. მოკლედ ილო ისეთ რეცეპტს თავაზობ ადამიანებს, რომ რაღაცა სტრუქტურები ფულს იშოვიან ახლა გვარის გადაკეთებებში. ესეთი ეს პირველად არ ხდება, ამიტომ ვინც ამით ისარგებლეთ ჩემი რჩევით, აუცილებლად აქ პროცენტი 20. რა სიტყვით. და როგორც იქნა მე აღარ იქნება არც პლასტიკური ოპერაციების ადგილი აქ და არც რაღაცების, რომ რისი გაკეთება არ გვიწევს ბატონო ზვიად რომ რაღაცნაირად ფული კიდევ. ჩვენს ესე ხათრით. ვიცი, კაცო, პარლამენტარებს და თქვენ მსახიობებს გვაქვს ძალიან მძიმე ცხოვრება. რა თქმა უნდა. ერთადერთი განსხვავება ერთადერთი ჯიპებია განსხვავება. დანარჩენი ჯიპია. ჯიპები არა ყავთ თქვენ? არა, ჩვენ ორივენი ერთ მდგომარეობაში ვართ. ერთადერთი განსხვავება ეს არის, რომ ჯიპები არ გვაქვს, ქუთაისში მაგირად აქ ვართ ხოლმე, ნუ თბილისის მსახიობს გულისხმობ და რა ვიცი, არ ჩხუბობთ ხოლმე კიდე. არ ჩხუბობთ? თქვენ იჩხუბეთ მე რატო არ ჩხუბობთ? რა ვიცი, იჩხუბოთ, ინგლისში. გენიალური ადამიანი, ერთადერთია ვის თქო რომ იჩხუბეთო ცოტა, ხო? ხო? ისე, ბატონო ზვიად, ისე. ერთი რამე მიგვრის. რატომ უნდა ყველას რომ აი პარლამენტში შევიდეს, აი რატომ უნდა ყველას დეპუტატობა? ეხლა ხო ხედავთ პრემიერმა თქვა რომ მაგალითად პრემიები აღარო, მანქანები აღარო, თქვენ ციარეთ ყველა მარშრუტკებითო, ხო და რაღა დარჩა, რა მიზეზით რო ფიქრობთ? ნიუჟელი სამშობლო გიყვართ თქვენ? აი ესეც არის როგორც ვარიანტი, ესეც უნდა დაუშვათ. სხვაგვარად არ გამოვა. დავიჯერო კაცო. უნდა დაუშვათ ვარიანტად. ვარიანტად. ფიქრია. კიდე ერთი ჩამჭრელი კითხვა მაქვს მე თქვენთან. მიდი ჩამჭერი ბარემ ბოლომდე აღარ დანონდე. თქვენ უფრო მაგარი სამტრედიელი ხართ თუ კალაძე? კალაძე კაცო. რა იყო ეგრევე პასუხი დაფიქრებული? იმას ველოსიპედი ყავსილო. ეგეთ ველოსიპედს ვაოთ ყუილია. ეგ ახლა სამტრედიული თემა, ძალიან იოლი გამოსაცნობია, ძალიან მაგარი ველოსიპედი. რა ველოსიპედი ყავს?
რაღაც რა ვიცი გერმანული რაღაც ძალიან მაგარი. გერმანული. მე დესნა მყავს. მე დესნა მყავს. ჩემი ბავშვობის ელოსი. აი, კარგად ხმარობთ ესე იგი. ეხლა იყიდეთ თუ ბავშვები? არა, ბავშვობიდან მომყვება, კაცო, იმას რელიქვია არა სამ. ეხლა მე თქვენ ხო. უნდა მოგიწყოთ გამოცდა. მიდი. მზად ხართ? არ გეშინია? არა. როგორ არის? გეშინია? არა. გამოცდა არის ასეთი. თქვენ დიახ. როგორც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა შეეცადოთ, რომ გამოიცნოთ ამ ორი ჭიქიდან, დიახ. რომელშია ამ ორი ჭიქიდან რუსთავის წყალი. გამოვიცნო უკვე? მოიცა ჯერ კარგად გავსინჯომაცა. ამაშია. შენ თუ ინტრიგანი არა ხარ. რა უნდა რუსთავში წყალს? აბა გადმოაბრუნე. და ისე გეტყვი ერთ რამეს, რომ ეს პრობლემა იყო ერთი წლის წინ, ცოტა მოძველებული ხუმრობაა. ეხლა ისეთი კარგი წყალი მოდის რუსთავში. წყლის ფორმულა ხო იცი რა არის? H2O. ვითომ ვიცი მე? რუსთავში მოდის H3O. H3O? მაგარი, ძალიან მაგარი წყალი. აბა, უფრო მეტი არის შიწყალბად. H2O მაგალითად ასობარნოვას ახალი მობილური გონია და ეხლა გაუხარდებათ. H3O თუ გამოვიდა გაუხარდებათ. ეხლა მივხვდი ბატონო ზიად რა თქმა მიყარებთ კენჭი თქვენ რუსთავში და არა სამტრედიაში. წყალია განსაკუთრებულად კარგი. ახლა კი შავი იუმორი ილო ბეროშვილის შოუში. უკუდავივარ. თქვენ ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობთ ამ სფეროში, რომელსაც ქვია შოუ. მე ამას პოლიტიკას დიდი ხანი აღარ ვეძახი. და ხوار გაიხსენებდით რაიმე ისეთ სახალისო მომენტს. ან თუნდაც არა სახალისოს, მაგრამ ისეთი რომელიც ტკბილად გაახსენდება ჩვენ მოსახლეობას. რა ვიცი, ტკბილად რა ვიცი და ახლა რა კი ჩვენი სამტრედია დღეს არის თემა ჩვენს გადაცემაში, მინდა სამტრედიის აქციაზე რაღაცა გავიხსენოთ, ცნობილი აქცია. მადლობა რომ სწორედ ამ თემისთვის მომიწვიეთ მე აქცია დამყვანად. ესე იგი ცნობილი აქცია რკინიგზის პიკეტირების. ეს არის 90 წელი, ზაფხული. გახსოვს და თუ ეს აქცია? იყო კიდევაც. ზაფხული 90 წელი, მე ვარ 25 წლის და მოკლედ მგვალმა მაგიდამ გადაწყვიტა, რომ პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად მანამდე იყო ახალგაზრდებისთვის მინდა ვთქვა, მარტო ერთი პარტია იყო ქვეყანაში, კომუნისტური პარტია, არჩევნებში მონაწილეობდა მარტო ერთი პარტია და ეს ერთი პარტია ღებულობდა 99.99% ხოლმე ესეთი და გვალმა მაგიდა მაშინდელმა პოლიტიკურმა კოალიციამ გადაწყვიტა, რომ ამას შეებრძოლოს და გადავკეტეთ სამტრედიაში რკინიგზა. რატომ სამტრედიაში? იმიტომ რომ ყველა ტვირთი ფაქტიურად თელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეს საკვანძო ქალაქი და ძალიან დიდი რაოდენობით ტვირთი მოძრაობდა და საერთოდ ეს იყო ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი არტერია საბჭოთა კავშირის მაშინდელი და ზუსტად აი მტკივნეულ ადგილას დავარტყით, ასე ვთქვათ და გადავკეტეთ. გავიდა ერთი დღე არტილერია ზოგი ჟურნალისტი არტილერიაც გადაქონდათ მაგ არტერიით, ესეთი ამბავი იყო. და თემა არის ესეთი, რომ ესე იგი პირველი დღის მერე დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო? ეს ძალიან სერიოზული რეაგირება მოყვა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯარის ნაწილები, სულ ყველანი არიან მოკლედ მობილიზებულები და მგვალ მაგიდას მაშინ ჭითანავა იყო პრემიერი, ასე ვთქვათ, საქართველოში, ნოდარ ჭითანავა ესეთი კაცი იყო და მუდმივი ზეწოლა აქვს გვალმაგიდას, რომ აი ყველაფერს გაგიკეთებთ, ამ ესე იგი კანონმდებლობასაც შევცვლით, ყველაფერს ოღონდ ადექით, სასწრაფოდ აქედან. გვალმაგიდა შეიკრიბება და მირეკავენ მე როგორც ამ აქციის ხელმძღვანელს, რომ გვალმა მაგიდა მიიღო გადაწყვეტილება და უნდა ადგერა. ერთხელ არავდექი, ორჯერ არავდექი და მე თავად გამსახურდია მირეკავს. ზუსტად გამსახურდია, რომელიც იყო ლიდერი ამის კოალიციის მაშინდელი გვალი მაგიდის კოალიციის ლიდერი. მირეკავს და მეუბნება, ზვიად გენაცვალე ახლა გვალი მაგიდის სტომა მიმდინარეობს და იცი გადავწყვიტეთ რომ უნდა ადგე.
მოთხარ ბატონზეა რატომ უნდა ავდგე რამეს მივაღწიეთ მეთქი. არა გენაცვალი არაფერს არ მიგვიღწევია, მაგრამ გვეუბნებიან რომ ხვალზე ყველაფერი იქნება მოგვარებული. ხო და ხვალდაზე გავდგები მეთქი. მოკლედ, ზუსტად გამსახურდია დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიხსნიდა რომ პუგომ დარეკა, ეს იყო საბჭოთა კავშირის რაღაც უშიშროების გენერალი, ბაკატინმა დარეკა, ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ აქ არის დიდი ამბები და მიხსნის რომ ამის უნდა ადგე რა, სხვა გზა არ არის და მე ახლაც ჯიუტი კაცი ვარ, მგონია და მაშინ საოცრად ჯიუტი ვიყავი და უთხარი რომ ბატონ ზიად გამორიცხულია მე აქედან არ ავდგები. აგა შენა გენაცვალი ღმერთმა. ანუ ზიად გავსახურდიათ. იყო, ესე იგი, თვითონ მომხრე ამ აქციის გაგრძელების, გვალ მაგიდაზე შებრუნდა, მე შემდეგი ამბავი ვიცი გვალი მაგიდის წევრებისგან. ეხლა მეგობრებო, ეს ზიად ძიძიგური არის გულანთებული, პატრიოტი, ახალგაზრდა ადამიანი და მას სამშობლო ისე უყვარს, რომ ვერ წარმოუდგენია ეხლა შედეგის გარეშე აქედან. ეს ტექსტი უთხრა გვალ მაგიდას და იქედან ჭითანავავდა ისინი რომ ურეკავენ პარტიული ნომენკლატურა. აი გენაცვალი ხა ბატონ ნოდარ რა ვქნა ეს ზვია ძიძიგური არის გიჟი გასულია ყოველგვარი ესე იგი დაქვემდებარებიდან მე ეს არ მემორჩილება თქვენ თუ შეძლებთ და აყენებთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ესეთი ამბავი ბატონზა შედეგად მივიღეთ ის რომ პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩავატარეთ და იმის მერე მოდის ეს პარლამენტი ასეთი სახით, რომელიც დიდად თქვენს აღტაცებას არ იწვევს, მაგრამ მაშინდელი ძველი პარლამენტი იყო როგორ? პარლამენტი რო პარლამენტობდა, მაშინ იქ უნდა ყოფილიყო აუცილებლად 10% მწველავი, 20% ისა ქვია ტყიბულის მაღაროელი, 10% ჭიათურის, იქ უნდა ყოფილიყვნენ გლეხები, რკინიგზელები, აბა რა, ეს იყო ყველაფერი ჩამოწერილი, ჩაის კრეფავებით, იმით იყო დაკომპლექტებული და მშვენიერი პარლამენტი იყო. არც ჩხუბობდნენ, არც რაიმე დებოში, ყველა ხალხსტუხით დადიოდა და საერთოდაც უნდა გითხრა, რომ იყო ისეთი პარლამენტი, რომ შეგიძლიათ აიღოთ არქივში შეხვიდეთ და თქვენს მოწონება სრულად მოწესრიგებული იყო თავიდან ბოლომდე. ბატონო ზიად, ნუ ახლა ვინ აღარ ლაპარაკობს მოკლედ ამ მოსაწევის დეკრიმინალიზაციაზე. ეს მარიხუანაზე უნდა თქვა ერთი წამით დეკრიმინალიზაცია. მე მგონი ეს სიტყვა სპეციალურად დაარქვეს, რომ ადამიანებმა ვერ წარმოთქვან, რომ მე აღარ განიხილონ პარლამენტში და თქვენ როგორი აზრის ხართ? თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი ილო რატომ გეტყვი რა. ესე იგი, მარიხუანას აქვს გამომათაყვანებელი თვისებები. რას ლაპარაკობ? ეხლა ჩვენ თუ კიდე გამოთაყვანება გვინდა, კი ბატონო, მაგრამ მე მაგალითად ჩემ ხალხს ამისთვის ვერ გავიბედე. ისევ ხალხის ზრუნვის გამო და აბა რა. თუ ხალხმა გთხოვათ და თუ არა ჩვენ გჭირდება? არა, პოლიტიკოსები არიან ექიმებივით. შენ ხო ამბობ რომ არა. წარე წამალიც რომ იყოს, ავამტყოფი რომ გეუბნებოდეს ასე მიმკურნალე, ექიმა უფრო კარგად იცის როგორ უნდა უმკურნალოს. აბა რა. რაც არ უნდა ითხოვონ რომ მარიხუანა მოვწიოთ და არ იყოს პრობლემა, მე არ დავეთანხმები და ჩვენ არ დავეთანხმებით, კონსერვატორები ამას არ ვეთანხმებით. კონსერვატორები არ ეთანხმებით? არა. ნახოთ როგორ განვითარება მოვლენები, მეც არ ვეთანხმები. თქვენ ნათქვამს. ჩემს ნათქვამს რა. ანუ გინდა რომ იარო დაბოლილმა. ჩვენ ხელოვანი ხალხი ცოტა ნერვოზნი ხალხი ვართ და ეს გამოთაყვანება გჭირდება ხოლმე რა. სწორედ გამოთაყვანების მდგომარეობაში იქნება ის ყველაფერი. კი ბატონო, შეიძლება ჩავწეროთ კანონში რომ სახიობებისთვის იყოს ნებადართული გამოთაყვანება. სახიობებისთვის იყოს დართული გამოთაყვანების უფლება. ხო, იმიტომ რომ ჩემი აზრით, იმიტომ ვერ განიხილავენ დიდხანს. პარლამენტარებს უნდა აეგრძალოთ. ისე ბატონო ზედ ბევრი ამბობს რომ პარლამენტარებმა რომ მოწიონო ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო გვექნებაო. ხო, ახლა შემოქმედებით კიდე მოწევა გვინდა ეხლა და ხო მე გამოვა ჯიპი, ფული, მოსაწევი და ქალები. ეს ყველაფერი მათ ხომ აქვთ მოსაწევის გარდა დიახ. რა დაამატე, მოკლედ რა ვიცი, რაღაც უნდა გადავხედო ჩემ მდგომარეობას რაღაც. იმასთან შედარებით მე არ მომწონს ჩემი მდგომარეობა, ახლა რასაც შენყვები იმასთან შედარებით რაღაცას უნდა გადავხედო. ხო და დაუკვირდით კარგად, რაღაცას და გადავხედო. კი ბატონო, დღეს ჩვენი სტუმარი იყო ილობეროშვილის შოუში, მოვიდა, მობრძანდა თვით ბატონი ზვიად ძიძიგური. არ მოწიოს
მადლობა ძალიან მოგენატრათ ჩვენი მარგალიტი ლამინირებული ტასო ბარნოვა. Tasso Barnova Tasso chicas moa Raquelita so Barnova Tasso Бабакребл цхачи катаре Там викнеби чем крали геми Чем висиктели туга гахаре Tasso Шешемо киро Tasso როგორ კაი Привет როგორ ხარ Tasso ბაბაკრებულ ცხაჩი კატარე რას უსმენდი Daft Punks Daft Punk ეს ახლა Daft Punk-ის სიმღერა იყო რასაც შენ ღიღინებდი ღიღინებდი ღეროდი ბოდიში ძალიან კარგად ღეროდი Daft Punk ეს კაი სიმღერა იყო კი გიჟდები Daft Punks-ა და გამოსულ მუსიკაზე სხვა როგორ ხარ ასეთ ძალიან გახარებული ვარ იო იმიტომ რომ ხოლ გაზაფხული შემოდის სრულიად ვაკეში მაიცა ვაკეში რატო მარტო Tasso ნუ იმიტომ რომ წყნეთიდან შემოდის გაზაფხული ეს შემოდგომა შემოდის სოფლიდან ხა მაგიტომ იყავს გაზაფხული და ვერ ვიტან შემოდგომა აი მაიცა შენ ისეთი რაღაცა ისეც გეცოდინება ხო არის ზამთარი საიდან შემოდის ზამთარი ჩამოდის იო ჩამოდის ხო მომისმენ ერთი წამით ჯერ ეს ერთი ყველაფერს რო თავი გავანებოთ ხვალ არ დგება გაზაფხული რატომ? იმედები უნდა გაგიცრო იმიტომ რომ ეს თვე არის 29-ით 29-ით? ხო 29 თებერვალი იქნება ხვალ ფუ მეზიზღება უპრინციპო თვეები და კაცებიც მაიცა რა შუაში არის თავში აი ეგრე შეიძლება რომ აი ხარ როცა გაწყობს 28-ით როცა არ გაწყობს 29-ით მე ქოთნია თუ თვე კაი და შენ ერთი ცირა მებაზუხე კიდე რომელი თვე არის უპრინციპო ოქტომბერი ოქტომბერი რატო ვერ გავიგე აი არჩევნების თვეა და ხახტები ყველა რაღაც ისულელებს იძახის რა იტყუებიან პრინციპებს ხალატობენ მაგრამ ამიტომ მამულიშვილნა ჩვენ ყველამ ხმა უნდა მივცეთ ერთად ყველაზე პრინციპულ პარტიას რომელსაც ქვია მოქალაქეთა კავშირი Tasso ეგ პარტია აღარ არსებობს ბოდიში შენ და სამწუხარო და ჩვენ და სასიხარულოდ ეგ პარტია აღარ არსებობს მოქალაქეთა კავშირი აღარ არსებობს ანუ რას მეუბნები რომ ვიტო ყაზარეძე პოლიტიკაში აღარ არის მიშა მაჭავარიანის გარეშე პარლამენტი არა პირველი აღარ არის მეორე არის მიშა მაჭავარიანი პარლამენტში რა თქმა უნდა დავწყნარდი დავშვიდი ცოტა გაგახარე ხა ძალიან კარგი მომისმინე თუმცა რაღა უნდა გითხო ახლა ისეთი რომ რაღაც ისულელს მიპასუხებ და ხო არ ნახოთ პირდაპირ სიუჟეტი სად ვიყავი არ გაინტერესებს კაი სად იყავი მე მინდოდა სიურპრიზი მითხარი სად იყავი მისტერ ვალენტინზე იმდენი ვალენტინები იყვნენ პროსტა დოყელა საიდან გახსოვს რანაირი სიტყვა ვთქვი დოყელა რა ის დოყელა შენ ამაინტერესებს საჭმელს რას ეძახი დოკისერა კიშკის თუ თოხლის კიშკა თოხლი ვიკიშკა რა ვიხარ თოხლი კაი სიუჟეტი ნახო თუ შეიძლება რა აბა როგორ უნდა არაფერი თოხლი კი ისტორია სიუჟეტი თუ შეიძლება დროზე ვაკეში როგორ სამომენ ისე ვიძახი უკვე მე-7 წელია რაც სტარდება მისტერ ვალენტინის კონკურსი და წინა წლის მისტერ ვალენტინი სექსუალური მზერით იმზაირება ბანერიდან დღეს გარკვევენ ვინ არის 3 წლის მისტერ ვალენტინი წამო გია მე ვიცი რომ იდეის ავტორი ამ კონკურსის ჩატარებისა ხარ არც მეტი არც ნაკლები შენი ხო არის თუ არა ეს რაღაცნაირად მოძრაობა ღიპიანი კაცების წინააღმდეგ მე ხო იცი მე არ შემიძლია ეს რაღაცა ტყუილი ამბები მე ხო ძალიან ბევრი რამე გავიარე შეწერს ისეთები ჭხილებს იკეთებს და გეია მოვლილი კაცი შენ გაღიზიანებს თუ გინდა რომ რაღაცა არყისუნი რაღაცა ცოტა უფლისუნი და ასე შემდეგ მე ჩემი აზრით კაცი იღლიას არ უნდა იპარსავდეს აი სიცილი მესმის და ეხლა უნდა ვკითხო რა
რა გაიგეთ ხო რაზე ვსაუბრობდით? კაცი იღლიას უნდა იპარსავდეს? აუცილებლად მე მეტროსექსუალი მამაკაცები ვიყო. მეტრო რას ნიშნავს? აი ლიანდაგები რო აქვს იმას ნიშნავს. თქვენ ლამბერსექსუალი ხართ? ერთი წელი. და არასდროს ერთი წლის განმავლობაში ნოლზე არ გაგიპარსია. რთული მოსავლელია? აი ფენოას რო ჭამ არ გეყრება ნამშან. სუპს არ ვყავ. რატომ? სუპს კათერინზე არ ვყავ. ხო. მეწუწება. ხო. ვიბან ხელისაბანი. ხელი რომ მოვკიდო შეიძლება? Привет. ჩვენიურად გამოიყურები. მომე ამას დაგიჭერ. კი, ყველაფერს დაგიჭერ. ექსკლუზიურად ჩემთვის. კაცი უნდა უვლიდეს თუ არა თავს? ანუ, ხო არ ტეხავს კაცი ფრთხილებს რა იკეთებს? კიდე, აი რა ტეხავს შენი აზრით? არაფერი. სოლარიუმშიც უნდა იაროს, სპეციფიკურიც უნდა გაიკეთოს, მანიკურიც უნდა გაიკეთოს. ეს არის ჰიგიენა უბრალოდ. თმა უნდა გაიცვინოს? გააჩნია რა ადგილებში. ნუ რა ადგილებში? ძალიან აქვს ნამეტი კი. რა ადგილებში უნდა გაიცვინოს? სადაც ზედმეტად თვლი იცო, მას ბევრი თვლა. თქვენ ხართ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, ხო? რომელიც აბსოლუტურად შორს არის ამ სფეროსგან. მნიშვნელოვანია თქვენთვის რომ კაცებმა თავს მაუარონ? თქვენთვის როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის თუ პირადულად? პირადულადაც და ზოგადად. ზოგადად ქვეყნისაც წაადგება, ხო? ვინ შეიძლება რომ გახდეს მისტერ ვალენტინი? ფავორიტი გყავს? კი. რომელი ნომერი? 28. 28 კანდიდატი სულ არ არის 26-ია. მაშინ ანუ არ მყავს. აი ტყუებოდი ხა თვალსა და ხელს რატო? არავინ არ მომეწონა. ჯერ არ დაგვიწყია ურთიერთობა და უკვე მატყუებ ატყავ? ჩემთან ხარ ურთიერთობაში. ჯერ არც დაგვიწყია და უკვე მატყუებ. ანუ არაფერი არ გამოდის. სო, აღარაფერი აღარ გაქვს. კარგად იყო. ამო, ვინმე ისეთი ტიპი უნდა ვიპოვო, ვინც არ იტყუება რა. შენი აზრით, კაცი ხალხს უნდა ატყუებდეს? არა. და კაცის ღალატია? კი. ანუ კაცის ღალატი, აი ნამდვილი ევროპული ფასეულობების ადამიანი მეგობრებო. შენნაირები აშენებენ ამ ქვეყანას, მიყვარხარ. თქვენ რას ფიქრობთ, კაცის ღალატია? კაცის როგორ? კაცის ღალატია? თქმა უნდა. არ არის? არა. რა პონჩი? აბა კაცი რო წავა საზღვარგარეთ. ხო. უცხოეთში. და იქნება რამოდენიმე წელი ისე ხوار გაჩერდება ქალის გარეშე. და ხალი რო რჩება იმაში ქვეყანაში? ხალის მანდილოსანი უნდა ქართულ გაგებით ასე უნდა იყოს, მაგრამ მოიდგა. რომელ ქართულ წესში წერია, რომ კაცს შეუძლია რომ უღალატოს და ქალს არ შეუძლია რომ უღალატოს? ნებისმიერ მამაკაცს კითხე და გეტყვი. ნებისმიერი მამაკაცი რო ყდიდან გადახტეს, კაცო, შენც უნდა გადახტე? არა, ყდიდან არ გადავხვდები, რა თქმა უნდა. ქართველობს, მაგან არ უნდა უღალატოს ხმარს. და კაცებმა უნდა უღალატოს. ასები უფრო მომხონიანები არის. თქვენ მეუღლეები ხო არ ხართ? ჩემი და და ძმა. მეუღლეს ვკითხოთ, აბა? ბატონი რეზო გვეუბნება, რომ კაცის ღალატი არ არის. კაცის ღალატია, ქალის ღალატია. გვაგჯიბე. აიგე? იარგე, პრივატ. როგორ ხარ? ყავდა ფავორიტი, სანამ გამოცხადდება შენი ფავორიტი. არა. ხო და ამუხამე რასაც გავნა. ხო და ეხა სად ხარ? იტრუპები? ხო. ექსკლუზიურად ასო ბარნოვასთან გაბუნია იტრუპება. ხო, ნუ პირდაპირ ვფლატვერა, მაგრამ ნუ აი ხო, მაგრამ კამერის წინ ვითრუპები. და იცი რა მითხარი? ძალიან რთული არ არის, აი მუდმივად პოლიტიკურ სფეროში ყოფნა და ეპიცენტრში. კი, არის. მარიამ იმედაშვილს თხოვს ეს რომელიც მაგრამ რა ხარ რომ შეხო თავს მე უკვე ხარ და მე ზადნი აღარ არის სამწუხაროდ. შეიძლება ასე. ესეც არა არის სინამდვილეში. მაგაც გადაც როგორც შეყოფის დროს იღებ გადაწყვეტილებას, მე გამოყოფისასაც უნდა გადაწყვეტა რა. მისტერ ვალენტინი 2016 გახდა ჯაბა ჯანაძე. მაგაც ერთი. აი კაცნა მისტერ ვალენტინისგან ვალენტინოვა დღეს. ხელში აციეთ.
მალე გოგრას გადავიქცევი. ჩემი შოუს სტუმარია დათა თუთაშხია HD ხარისხში კახა კინწურაშვილი. We don't have to do it. Night fever. We don't have to show it. კახა. მაგაზე პასუხი მაქვს, მაგრამ ეხა ვერ გეტყვი. კახაზე? კი. აჰა. მე მომეცი პასუხი. ჯერ ბოდიში მინდა მოგიხატო. რასთან აკავშირებს? იშვიათად, როდესაც ჩემ შოუში მოდის ადამიანი და ეგრევე ბოდიშს უხდი. მე ბოდიში მოსახდელი, მე მგონი არავისთან არ მაქვს. ბოდიში, კსტატი, იმიტომ რომ მე შენ მოგიყვანე უბრალოდ ტელევიზიაში. და არა უფრო მეტში ვიდრე ეს ტელევიზია. გადავიტანთ როგორმე. და ერთი კიდე. მოდი, რომ დავგეგმოთ ჩვენი დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მეყვარს ამის გაკეთება, მაინც ჩავთვალე, რომ საჭიროა, რომ ჩვენი დიალოგი კახა მიდა წარიმართოს ისე, როგორც ეს ხდება სერიალ ტიფლისში. ეგ როგორ და მიხვდები ამას. მოდი, შენ დავიწყოთ საუბარი. ტიფლისშიც ვერ ვახერხებდით და აი, აქ მოახერხებ დამიჯერე. კარგი. კახა როგორ ახარ? რა ვიცი, კარგად. ნუ სანამ აქ მოვიდოდი წვიმდა. გადაუღებლად. ავტობუსის გაჩერებაზე ერთი ქალბატონი შემიჩნდა. და ამ დროს მზემ გამოანათა. აი, რა გეგმები გაქვს? საბერთი გითხარი, იმიტომ რომ ყველას გვაინტერესებს მთელი თბილისი, ლუკას გაიძახის, აღარც ახსოვთ, მე მგონი კახა. გეგმებსაც შეეხება არა. ნუ გეგმები ისეთია, რომ მე მგონი გამხელაც არ ღირს. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არ ვიცი ეს გეგმები. როგორ წარიმართება ჩემი ამბავი? კახა. ხო. ცოტა სასაცილო პასუხები რო გამცე. ხო. არ იქნებოდა ურიგო, ნუ რა ვიცი, ეგეთი გადაცემაა, პრობლემა არა. დამირეკეს. და შემომთავაზეს მოსვლა შენ შოუში, უთხარი რომ ძალიან ცუდი რესპონდენტი ვარ. მოდი ასე გავაკეთოთ. შენ გამეცი მე პასუხები, რომელსაც ჩათვლი საჭიროდ, რასაც აქამდე აკეთებდი პრინციპში და ჩვენ ამას დავადებთ მუსიკას. როდესაც შენი პასუხი სასაცილო არ იქნება. ეს არ არსებობს რომ მოგხდეს მაინც, მაგრამ რანაირად. რა იცი რა ხდება. ჩვენთან სერიალში ამბობდნენ. მუსიკა შეჭამსო. ჯონი, სანამ მუსიკა გადაყლაპა, კახა ძალიან გთხოვ, როდესაც პასუხს გამცემს, იმის მიხედვით სასაცილოა თუ არა, მერე დაუკარი. თავიდან გასაგები იყო ყველაფერი, ხო ესეა? აცალი იქნება და სასაცილო რა. ესე იგი ფონის გარეშე ვარ დღეს. არა, გააჩნია შენ პასუხებს გააჩნია. პასუხებს გააჩნია. შენ პასუხების მიხედვით დაუკრა შენი ცხოვრების საუნდტრეკი, კახა. დავიწყოთ. კაი, მითხარი პირველ რიგში, აი რა გეგმები გაქვს არის? კაი, ტიფლისი. ტიფლისზე მიდის ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. ხო. და მე მინდა ერთი რამე კითხო. დამთავრდა ეს სერიალი? მორჩა? კი, მუსიკა? არ სასაცილო არ არის? დამთავრდა, ნუ ეს ფაქტის კონსტატირება მოახდინე და ამაზე ჯონი მარიცის ხოლმე რა ქნა. არის, ხო რა ქნა. ცოტა შეზღუდული ადამიანია. ადამიანია. კარგი, დამთავრდა, ხო, ნუ თავიდან ვიყო ნათქვამი რომ 2 სეზონი უნდა ყოფილიყო, მე მაყურებლებმა მოითხოვეს. თავში გააფრთხილეთ ყველა ხო ასე? თავში იყვნენ გაფრთხილებული, მიუხედავად მაგისა, ნუ მაინც ითხოვდნენ რომ მესამე სეზონი იქნებ გადაიღოთ და ბოლოს ისე დამთავრდა მეორე სეზონი რომ ვერც მესამეს გადაიღებენ და ალბათ ვერც პირველს ნახავენ. რატომ შვენიერი პასუხი რა მოიგონა? მესმის რომ სასაცილო არის. კახა მე მინდა ერთი რამე გირჩიო. შენ და მთელ გადამღებ ჯგუფს გადაეცი. არ გაჩერდეთ მარტო ამას, მარტო ამ სერიალით. საქართველოში ხო, მარტო ტიფლისი, უბრალოდ თბილისი ხო არ არის არა? გადადით მაგალითად სხვა ქალაქებზე, გორი, ცხეთა, ქუთაისი, ზესტაფონი, ქარელი, შენ ხარ ჩემი პატონი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩაეტევა მართალი ერთ სერიაში. ხო. ამის და მიუხედავად სამაგეროდ ბათუმი ხო გვაქვს ჩვენ? ჩვენი მთავარი კოზირი საქართველოსი არის ბათუმი. მიუხედავად, აი დაფიქრდი კახა. ხო. თუ ის ყველა დანარჩენი ქალაქი ჯონი მოიმზადე. ჩაეტევა ერთ სერიაში, მაშინ ბათუმი,
წარმოედგინე ბულვარი. თავში ბულვარის დასაწყისიდან ბოლომდე სანამ გახვალ, იმდენი ხანი დაგჭირდება ფეხით, რომ ერთი სეზონი გარანტირებული გაქვს. ჯონი? აი ხა ვიგზენი როგორია, როდესაც მიხვდით რა, როგორ დამაჟრიალა? რა გადაუტანი ამ კაცს ერთი დაუკარი და რაღაცნაირად ჩამწყდაში მიწადა. არ მესიამ. კი ბატონო, ესე იგი შენ მაინც იცი რა მაინტერესებს? აი ციმბირის სცენა ძალიან მიყვარდა. მე საერთოდ უყურებდი ამ სერიალს. არა. კი, ისიც კი ვიცი მაგალითად იქ კრუასანი რო პირველად გაიგეს ეს ერთ-ერთი ჰიტი იყო სხვათა შორის ჩემ მეგობრებში კრუასანი როდესაც ვიდა კრუასანი მომეცდა აი ტიფლისი და რო სხვათა შორის მარტო იმ სახიობმა კი არ გაიგო პირველად იმ პერსონაჟმა ტიფლისში კრუასანი რა ჩვენთანაც ძალიან ბევრმა პირველად გაიგო კრუასანის შესახებ ალბათ ამიტომ მადლობა ტიფლის რომ შემეცნებით არის დაკავებული ნუ ერში ზოგადად გაცდა მაიონის რომ კალორიები აქვს 1-10 წლის წინ გაიგეს მაგრამ ჩვენთან კრუასანიც, ნუ შესაბამისად, ჩვენ ხო ნელ-ნელა ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არა, ამას ჩვენ სპეციალურად ვაკეთებთ ასე. ასად არ გვეჩქარება. არსად. ხო და აი ეს სცენა, რომელიც არის ციმბირში გადაღებული, გადასახლებული რო ხართ ყველა. ხო. ამას იღებდით ზამთარში, თუ ზაფხულში, იმიტომ რომ ძალიან დამაჯერებელი. როგორ გეკადრება? მაგას ვიღებდით ზაფხულში 45 გრადუს სიცხეში და გვეცვა 3 მაისური, 4 ჯემპრი და 1 ეგრეთ წოდებული ბუშლატა. ბუშლატა? ბუშლატა. 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 და ზაფხულში რატო? ზამთარს ან დრო იყო ეგ? გვეცალა რა ზაფხულში. გეცალა? და რა? ყველას. დაგესვენათ და. ეგრე დავემთხვიეთ. დროული ზუსტი. მე მომეწონა არა და. ხო და ჩემზე არ გაბედო. ასე რა. ესე იგი, ვინც კი ნახა ეს სერიალი, ვინც კი არ ნახა. განცილებული. ვინც ნახა სერიალი, იმისთვის დაუკარი ესა თუ ვინც არ ნახა? ჩემთვის. თავზე დაგაჯდებიან ასე. სანამ შენ მოხვიდოდი 20 ლარიანი ჩაუკუჭე. 40 რომ იგეცა, მარტო ჩემსაზე დაუკრავდა და შენზე ასე არა. აი, ვორდაი. მე ხელფას ვხდი. მე რა და იცი რა არის აი ხო და ყველა ვინც ნახა თუ არ ნახა ეს სერიალი ყველა ამბობდა რომ კოსტიუმებზე ძალიან კარგად არის ნამუშევარი არა კოსტიუმები ნამდვილად განსაკუთრებულად ამას აღნიშნავდნენ ის ადამიანები რომელსაც არ აქვს ეს სერიალი ნანა ხო როგორც ხდება ხოლმე დიახ როგორც ხდება ხოლმე და განათება იყო ძალიან კაი კი ბუმერმა იმუშავა ძალიან ბუმერმა სასწავლოდ იმუშავა გივი ხო და მე ვთვლი რომ ბევრი იმუშავა მართლა ყველამ ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ ერთი შეღავათი მაინც გაქვთ რა კაპიკი ხო არ დახარჯულა მითხარი იმაში რომ გზები ხელოვნურად არ მოგიხდათ რომ გააფუჭოთ გასაგებია ეხა აი იმან უნდა შემოყოს თავი ნარმანიამ და მოუხდებოდა ყოველ შემთხვევაში მე მგონია ხო მე მაჯობებდა მაგარი რაღაცა თქვი ჯონი კომენტარი გააკეთა ვიწყებთ გამოსდება აი მოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ რახან ჩვენი დიალოგი მუსიკალურია თვალსა და ხელშუა ჩვენ მიუზიკლში გადავედით უკვე მაინც მუსიკისა და დრამის მსახიობი ვარ თეატრის აი ამიტომაც მე მინდა შემოგთავაზე ერთი თამაში მაგრამ უსმენო კი და ჩვეულებრივი პინოქიო მაინც აბარაერად ხარ მუსიკისა და როგორ ხდება მღერი ახლობლები მუშაობენ რა ახლობლები მუშაობენ და ამიყვანეს რომ შეგიძლია დამეხმაროთ თეორი სიტყვა რო ჩააგდო ჩემს ხვალ სამზე უკვე პირდაპირ აი რა არის ახლობლები რო ყავს კი ბატონო ეხლა რა თამაში ზად ხარ რომ შემოგთავაზო ესე იგი ნახე როგორია წესები გამოჩდება მონიტორზე სიტყვები და შენ უნდა იმღერო და რა სიმღერა იქნება ამას უკვე ყველა ძალიან კარგად მიხვდა თბილისო ალბათ აგერ შენ ხო ტიფლისო აი ეგ მე უნდა მიმღერო დარწმუნებული რა თქმა უნდა შენ უნდა იმღერო დარწმუნებული ვარ მე
მიზოხეს მიშაკინს გოგი ლუც ეგა ქურქს გოგა გირს გახი გას ნოდოლარს მერი გზას ოსომ კლავს გივი პირს გედი ბუს ბანკი ხალს ქოცინაც რას უზამს აბა გავართულოთ ცოტა გავართულოთ ხორხი ღრმულს დორი ჩარს შაშხი შხებს ჩხიკვი ჩხარს წუწკი მწკარს მაჩვი თხნაშს პეშვი ფაშ ჩრჩილი ჩრდილს ფარფლი ფრთას სვეცკი ტყლარჭს ასეთი სიმღერა რას ნიშნავს? ჩვენი სტუმარი იყო სერიალ ტიფლისის ერთადერთი გადარჩენილი როლის შემსრულებელი კახა კინწურაშვილი. დაკაჩდა სიკვდილის ფუზი. ამის ჩემი შოუ დასრულებულია. მე კი უნდა ეხლა როგორმე დროზე წავიდი აქედან და მიუსწრო მარშრუტკას, თორემ მერე გაიძეძგება მინისტრებით და ჩემ წერს ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იქნება. If the